ჩვენ მაგარი გოგოები გვყავს ჩვენს კამპუსში. ჰალკ, შენ რა, მე მიყურებ? ჰო, და რა მოხდა მერე? ჰალკ, არ შეიძლება სხვა ადამიანების პირადი წერილების წაკითხვა. ნუ ერევი, ნაის. შენს ტელეფონში ხომ არ ვიყურები? ჰო, ჰალკ, არ მინდა რომ ჩემი ტექსტები წაიკითხო. ეს პირადულია. ბიჭებო, სერიოზულად ამბობთ, ჩვენ მეგობრები ვართ და მეგობრებმა ერთმანეთთან საიდუმლოებები არ უნდა შეინახონ. მაჩვენე რა მოგწერა მილანამ. არაფრის ჩვენებას არ ვაპირებ და ვინ გითხრა რომ მეგობრებს ერთმანეთთან საიდუმლოებები საერთოდ არ უნდა გქონდეთ? ჰალკ, ეს რა სისულელეა. შენ ეს უბრალოდ მოიგონე. მე არ მომიგონია. ყველა ყოველთვის ამბობს რომ მეგობრებს საიდუმლოებები არ უნდა გქონდეთ. რა მეგსმენიათ საუკეთესო მეგობრის წესის შესახებ? საუკეთესო მეგობრის წესი? არასოდეს მსმენია ამის შესახებ. გოგონებს აქვთ საუკეთესო მეგობრის კოდი. ჩვენ გვაქვს საუკეთესო მეგობრის წესდება. ეს გასაოცარია, მაგარია. სახელი მომწონს, მაგრა ჟღერს. საუკეთესო მეგობრის კოდი. მართლა მაგარი იდეაა, მომწონს. შოკში იქნებიან, როცა მათ წესებს ზეპირად მოუყვები. მაშინ მე გთავაზობთ, რომ დადოთ პირველი პირობა. არასოდეს მოიტყუოთ. მე მოვიფიქრე მეორე წესი. მოკლედ, არ გამოვაპაროთ გოგონები ერთმანეთს და მე მოვიფიქრე მესამე წესი. დავეხმაროთ ერთმანეთს სწავლაში. და მე მივიღე მეოთხე წესი. კიკინების ქონა აუცილებელი არის. ჰეი, ნაის, მე არ დავწერ ამ სისულელეს ჩვენს წესებში. ეს სულელური წესია. სულელი შენ ხარ. ყოველ შემთხვევაში მე მოვიფიქრე ჩვენი კოდის დევიზი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. მისმინე, შენ უკვე დიდი ხანია კამპუსში ხარ არა? ხო, უკვე დიდი ხანია. შენ ალბათ ყველას იცნობ აქ. ხო, ყველას ვიცნობ. დირექტორი თუ გინახავს აქამდე? მე არ მინახავს დირექტორი. არავის უნახავს, მაგრამ ამბობენ რომ ის მკაცრია და მან ყველაფერი იცის ჩვენს შესახებ. შენ ყავს შეყვარებული კამპუსში? არა, მაგრამ არის ერთი ბიჭი. მისი სახელია ფაზლი? არა, ფაზლი არა. საიდუმლოა. ჩემს საიდუმლოებებს მხოლოდ ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვუყვები. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც ვიყოთ საუკეთესო მეგობრები? იმისთვის, რომ ვიყოთ საუკეთესო მეგობრები, უნდა ისწავლოს საუკეთესო მეგობრების წესი. და სად ინახება ეს წესი? ამ კოდს ინახავენ პატარა სულელი გოგონები. უფრო კონკრეტულად ამინა. იცოც ვინ მიიღებს კოდს და ვინ არა. საუკეთესო მეგობრის კოდის მცველები არიან? ეს რა სისულელეა? ეს არის კამპუსის პოლიტიკა. მათ შექმნეს საუკეთესო მეგობრების კოდი და ინახავენ მას. ნუდლი გინდა? არა, მადლობა. დიეტაზე ვარ. მეც, კარგი, მეტი დამრჩება ჩემთვის. მეც მიყვარს ნუდლსი. გოგოებო, ჩვენი მეგობრობის გასაძლიერებლად მე შევადგენ კიდევ ერთ წესს. ჩვენ მსოფლიოში ყველა წესი უკვე ჩამოწერილი გვაქვს. რაც მეტი წესია, მით უფრო ძლიერია მეგობრობა. გასაგებია, ჩვენ ვიღებთ ახალ წესს. ჩვენ ყოველთვის ერთად უნდა წავიდეთ აბსოლუტური წესია. მოკლედ, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გარკვეული წესების შემუშავება ჩვენი ბიჭების კოდისთვის. სხვა არაფერი მომდის თავში. არც მე ვიცი სხვა რა უნდა მოვიფიქრო. რა მოხდება თუ ავიღებთ გოგონების საუკეთესო მეგობრის კოდს და ყველა წესს გადავწერთ ჩვენი ბიჭების კოდექსში? ეს გასაოცარია. და ჩვენ თვითონ აღარ მოგვიწევს ტვინის ჭყლეტვა ამისთვის. კარგი იდეაა, წავიდეთ. მე უნდა ვისწავლო მათი წესები, რომ გავწევრიანდე კამილის გუნდში, სულელი კალათბურთელების წინააღმდეგ. ფრეშ, ეს შენთვისაა. მადლობა პონკა, მე ჯერ არ წამიკითხავს. ისე რომ იცოდე, ძალიან მიყვარს პიცა 4 ყველით. ჩემი საყვარელია. წარმოგიდგენია პონკა და მეც მიყვარს პიცა. ეს ძალიან კარგია. მე და შენ ბევრი საერთო გვაქვს. შენ გიყვარს წიგნები და პიცა. მეც მიყვარს ესენი. გინდა ამაღამ გარეთ გავიდეთ? მოდი წავიდეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ. მოკლედ დღეს კამპუსის შემდგომ ჩვენ ვაპირებთ პონკასთან გართობას, დილან. არაა პრობლემა. გუფი, შენ წამოიღებ კოკა-კოლას. ბუშტო, შენ რას წამოიღებ?
მეც მოვიფიქრებ რამეს. ჯანდაბა, როგორც ყოველთვის ცუდ დროს მოხვედით. პონკა, თუ დაგავიწყდა შეგახსენებთ. ამაღამ შენ სახლში ამოვდივართ, პონკა ამაღამ ვერ გაატარებს თქვენთან ერთად დროს. ვერ გავიგე, რას გულისხმობ ვერ წამოვა? არა, არ შემიძლია. მე და ფრეში მივდივართ პიცერიაში. აი დაიწყო პონკა, მე და ფრეში მივდივართ და რატომ არ გვეპატიჟები ჩვენ? ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩვენ შენი რეალური მეგობრები ვართ. მახსოვს რომ ჩემი მეგობრები ხართ, მაგრამ მე ასევე მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება და მაქვს სრული უფლება. პონკა, როგორც ჩანს, შენმა მეგობრებმა მიგატოვეს. მე და შენ ერთად ძალიან გავერთობით. ჰეი გოგონებო. ჩემი კამილი აქ არის. გამარჯობა ბიჭებო. მეგობრებო, ჩვენ მთელი შენობა შემოვიარეთ უკვე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაქვს სათქმელი თქვენთვის. ილაპარაკეთ ბიჭებო, ნუ გვალოდინებთ ამდენ ხანს. ჩვენ გადავწყვიტეთ, თუ გოგოებს აქვთ საუკეთესო მეგობრის კოდი, მაშინ ბიჭებსაც უნდა ჰქონდეთ საუკეთესო მეგობრის წესი. საუკეთესო მეგობრის წესი? პირველად მესმის ამის შესახებ. დიახ, საუკეთესო მეგობრის კოდექსი. და როგორ შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ? უბრალოდ მოგვეცით თქვენი საუკეთესო მეგობრის კოდი. ჩვენი კოდი? დაივიწყეთ. გოგონებო, ნუ იქნებით ხარბები, ძალიან გთხოვთ. ჩვენი კოდი განკუთვნილია მხოლოდ გოგონებისთვის. ჯობია საკუთარი წესები შეიმუშაოთ. კარგი ბიჭებო, ეს ლუზერობაა. გოგონები მართლები არიან. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი წესები კოდექსისთვის. მოდი წავიდეთ აქედან. სპიერმა ბიჭებმა გადაწყვიტეს ჩვენი კოდის გამოყენება. რა სისულელეა. ვფიქრობ, ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს თავისი კოდექსი. კაფეტერიაში წავიდეთ. აქ არის საუკეთესო მეგობრის კოდი. ახლა ყველა წეს ვისწავლი და კამილის გუნდში შევალ. ისინი აუცილებლად ამიყვანენ, რადგან მათ წესებს ზეპირად მოვუყვები. ჰეი გოგოებო, გამარჯობა ახალო გოგონებო. მე და გოგოებმა გავიგეთ, რომ თქვენ საუკეთესო მეგობრის კოდექსი გაქვთ. ხო, გვაქვს. მე და გოგოებმა მეგობრობის წესი შევიმუშავეთ. რატომ არ გაგვიზიარებთ წესებს? უბრალოდ გვინდა ყველასთან ვიმეგობროთ და არ დავარღვიოთ. არა და არა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა მოხდება თუ თქვენ დაკარგავთ? არ ინერვიულოთ. მე დავრწმუნდები, რომ არ დაკარგონ თქვენი კოდექსი ახლებმა. კარგი, ინის ხათრით ჩვენ მოგცემთ ჩვენს კოდექსს. დარწმუნებული ხარ? მაგრამ ხვალ მინდა რომ დაგვიბრუნოთ. გასაგებია? მადლობა. მე ის გასახდელში დავტოვე. აქ არ არის. მოიპარეს? ჩვენი მეგობრობა დასრულდა. ყველა წესი ზეპირად არ მახსოვს. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩვენ მივდივართ ჩვენი კოდექსის მოსაძებნად. You suck. Say no.